მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვას 891-დან. 91 ნომერი. მართკუთხა სამკუთხედში გავლებულია მართი კუთხის ბისექტრისა. ავიღოთ, მოდით, მართკუთხა სამკუთხედი. ასე დავხატოთ. გავავლოთ მართი კუთხის ბისექტრისა და ახლობებით თქვათ ასე გაივლებოდა, ხო? მონიშნოთ, რომ ეს მართი კუთხია, ეს რომ ბისექტრისაა, ასე. რომელიც ეს ბისექტრისა ჰიპოტენუზას ყოფს ორ მონაკვეთად, რომელთა სიგრძეები შეფარდება 5-12-თან. ანუ ჰიპოტენუზა თუ გაყო ორ მონაკვეთად და შეფარდება 5-12-თან, ანუ 5 სანტიმეტრი და 12 სანტიმეტრი კი არა, რაღაც იქნება 5x და 12x სანტიმეტრი, ხო? რა შეფარდებით გაყოფს მცირე კუთხის ბისექტრისა მცირე კათეტს? ახლა შესაბამისად მცირე კათეტი ეს იქნებოდა და მცირე კუთხის ბისექტრისა, ანუ აქედან უნდა გაგვევლო, ხო? აი, და გეკითხებია რა შეფარდებით გაყოფსო და მოდი რას ვიზამ ახლა, იცით? ცალკენ დახაზი გავაკეთებ მაგისთვის, ანუ რა თქმა უნდა, იგივე სამკუთხედი გვექნება მხედველობაში და მოდი ახლა მცირე კუთხიდან გავავლოთ ბისექტრისა. ასე. და გვაინტერესებს ახლა ეს ნაწილები როგორ შეეფარდება ერთმანეთს, ხო? რა შეფარდებით ყოფს? კარგი. რა ინფორმაციას ვაგროვებთ ახლა პირველ რიგში აქ? ხო, ნაღდია რომ ეს იქნებოდა 5y, ეს 12y. რატომ? კიდევ ერთხელ ბისექტრისის თვისება. ბისექტრისა მოპირდაპირე გვერდს რა შეფარდებით აწყობს? იგივენაირად შეეფარდება მიმდებარე გვერდები, თავად ამ ბისექტრისის მიმდებარე გვერდები. და ეს თუ 5y-ია და ეს 12y-ია, ხო პითაგორას სამეულია და პირდაპირ გამოვიყენოთ ახლა ეგ 13y არ გამოდის? კი, გამოდის. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ახლა ეგ არ ვიცი როგორ დაგვჭირდება, მაგრამ 5 + 12, ანუ 17x-ი რომ 13y-ს უდრის, ეგ ვიცით. აი, მოდი გავაგრძელოთ ახლა. ანუ მე თუ ვიცი ეს რომ 12y-ია და ეს 13y-ია, ხო? რა შეფარდებით იყოფა ფაქტობრივად ეს? მოდი დავაწეროთ რაღაცა a, b და ეს k. ძალიან მარტივი გამოდის, ხო? ak ისე შეეფარდება ab-ს, როგორ ak-ს ხარისხო 13-ია, როგორც 13y 12y-ს, ხო? y-ები იკვეცება და შესაბამისად გამოდის მეგობრებო, როგორც 13 12-ს. აჰა, მორჩა. აი ეს არა. პასუხი. ნუ არ დაგჭირდა ახლა ეგ 17x რო 13y სტოლია, მაგრამ რომ შენიშნათ ხომ და მიაწეროთ ხოლმე. ძალიან მარტივად გამოძვირთ. აი, მოდი გავაგრძელოთ. პასუხი, ანუ ხო მივხვდით ხო, ძალიან მარტივად გამოდის და რაც მე ისეთი განცდა მაქვს, საუბრის დროს რამე ხო არ დავაკელი. იმიტომ ახლა თქვენ თვალებს ვერ ხედავ, ემოციას ვერ ვაფიქსირებ და ერთგვარი გამოცდილების ხარჯზე რა შეიძლება ყოფილიყო თქვენთვის საინტერესო, ამის რაღაც ესეთი მარჩელობა გვიწევს და იმედია ამას ვერ გაკვეთილზე ან კომენტარებში დააფიქსირებთ რა იყო კონკრეტულ საკითხში. ესი დახვეწად შეიძლებოდა და უკეთქვა. კარგი, მოდი 92 ვნახოთ. მოდი აქვე გავზარდოთ და გამოვიყენოთ ეს. აგერ დავაკვირდეთ აქვე. ABC სამკუთხედში ცელ ბისექტრისა. კი ბატონო, კარგადაც არის მონიშნული გასაგებია. AC არის 8. ძალიან კარგი. CB არის 12. კი ბატონო. ეს 12-ია. LP პარალელურია AC-ს. ანუ გამოდის, რომ ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია და შესაბამისად ახლა აქ ცოტა რომ შევაფერადო ხო არ გავბრაზდებით. ახლა აი ასე. აი ეგ სამკუთხედი
გამოდის დიდი სამკუთხედი მსგავსი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხო აი მსგავსებას თუ დაიჭერთ დააფიქსირეთ ხოლმე რა. რა ვიცი ალბათ ამ ამოცანაშიც გადამწყვეტი იქნება და გთხოვე ნუ LP უნდა ვიპოვოთ და აი ხო აი რა გამოდის ახლა დააკვირდით ეს ხო 8x და 12x იქნება ეგრევე იმიტომ რომ 8 12-თან პროპორციით არ გაიყოფოდა AL LB-სთან მოდი ასე გავაკეთოთ ახლა ჩვენ 8 და 12 დიდი რიცხვებია და ანუ ხო გამოდის აი ბისექტრის თვისებიდან გამომდინარე სამკუთხედ ACB-ში რომ და L ისე შეეფარდება LB-ს AL LB-ს როგორც 8 12-ს ეს შეიკვეცება 4-ზე და ეგ არის 2 3 ანუ AL გამოვიდოდა თქვა 2x და LB 3 ნაწილი ხო 3x შეგვიძლია დავაწეროთ 2x 3x და ახლა დააკვირდით აი მსგავსება რომ გამოვიყენოთ ესე იგი სამკუთხედი LPB ანუ ეს იასამისფერად რაც გავაფერადე მსგავსია სამკუთხედი ACB-სი დიდი სამკუთხედის და შესაბამისად რა გამოდის LP-ს შეფარდება AC-სთან ანუ 8-სთან ეს არ გამოდის აი ეს გვერდი LB შეფარდებული მთლიანად მის შესაბამის გვერდთან დიდი სამკუთხედისთვის LB შესაბამისი არის AB იგივე ანუ 3x შეფარდებული 5x-თან x-ები იკვეცება და LP გამოდის 8 გამრავლებული 3/5-ზე ანუ 24/5. მორჩა დავთავრეთ. აი იყო აქ პასუხი მეგობრებო. ნუ აქაც მარტივად გავედით ფოს. მოდი აბა აქ ნახაზი აღარ არის, ასე პატარა ამოცანაა. 93. კარგი ბატონო, მოდი. დავხატოთ ახლა ჩვენ 93. ესე იგი ABC მახვილკუთხა სამკუთხედში კუთხე B 60 გრადუსია. და ვუყაროთ ახლა მახვილკუთხა სამკუთხედს თან ისე რომ კუთხე B-ც იყოს 60 გრადუსი. ასე A B C ეს 60 გრადუსი. რა შეფარდებით ყოფს BL ბისექტრისა? აი მოდი ამას წავშლით. ესე იგი კუთხე B არის 60 გრადუსი, გადავამსხვრევს B. და BL ბისექტრისა გავლებული გავავლოთ BL ბისექტრისა. ასე მოვნიშნოთ ეს რომ ამას უდრის ბელი აშ სიმაღლის რაში დაჭირდათ ხო ესე იგი მახვილკუთხოვაზე გამახვილება სიმაღლე ხო უეჭველი შიგნით იქნებოდა ახლა აქ ნუ ასეა გავლებული აშ სიმაღლე და რას გვეკითხება რა შეფარდებით ყოფს აშს ხო მოდი ამას დავაწეროთ ხო ესე ფაქტობრივად ჩვენ გვეკითხებიან AO როგორ შეფარდება OH-ს ამას გვეკითხებიან ეს ადაგოსტეს რაკ 60 გრადუსი ეს 30 აი აღარ აქვთ ახლა ჩვენ პრინციპში აი მოდი ცალკე რომ დავხატოთ ახლა ეგ რაღაც ასე მგონია რომ მოუხდებოდა ნახეთ ეს ნახაზი უფრო ლამაზი არ იქნებოდა აი ბ-წერო აქ რო ამეხო აი ბ-წერო ა-წერო აქ რო ამეხო სიმაღლე იქნებოდა აი რა თქმა უნდა იგივეა ხა მას მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ რაცნაირად აქ უფრო ეს უფრო კოხდა ხო ეს და ეს 30 გრადუსი ეს 30 გრადუსი აი რაღაც აქ უფრო ხედავ ახლა რომ აი ბისექტრისა და რა შეფარდებით გაყოფთ აი როგორ შეეფარდება OH-ს ხო? ისე შეეფარდება OH-ს, როგორც აი ეს გვერდი, აი ამ გვერდს ხო? ანუ AB BH-ს. მაგრამ მეგობრებო, კარგად დააკვირდით, აი ეს სამკუთხედი ცალკე რომ გამოვიტანოთ, მართკუთხა სამკუთხედი BA
A-ში, ხო კარგად ჩანს, ეს ხო 60 გრადუსიანია და AB ჰიპოტენუზაა. B-ში რა არის? B-ში არის 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდი, არ არის? ხო? ანუ სიტყვაზე თქვათ, ეს თუ არის x-ი, ეს 2x-ი არ იქნებოდა? ანუ გამოდის, რომ 2x-ი შეფარდებული x-თან, ესე იგი 2 1-თან. ანუ რა შეფარდებით ყოფს? ყოფს, მეგობრებო, 2 1-თან შეფარდებით. რა სიტყვით? გონი კარგად გამოგვივიდა, ხო? ავტორს აქ 1-2-თან შეფარდებით უწერია, მაგრამ არ მგონია, ამას აქ კონკრეტიკა ყოფილიყო. რა შეფარდებით ყოფს ბევრი სექტორისა A-ში სიმაღლეს, ხო? ვითუეტეს A-წვეროდან შეიძლება გვეგულისხმა და ამიტომ 2 1-თან შეფარდება სწორია, რა თქმა უნდა, 1-2-თან შეფარდებაც სწორია. კარგი. მოდი 94 ნახოთ, რა ხდება. ხორდა AB, ანუ წრეწირი რა აღებული. რაც ავიღოთ ასე წრეწირი. ავიღოთ AB ხორდა. რაც AB ხორდა 7 არის მე ხო? ესე იგი AB ხორდა არისო 8-აო. ну კაი ეს 8 არის. მე AC ხორდა 8 კი არა, AB ხორდა 5-ია. მოდი აი დავწერე. AB არის 5. AC ხორდა 7-ია. ну ეგ ცოტა დიდი რომ ავიღოთ, ახლა. ესე იყოს. ეს არის 7. BC ხორდა არის 8. კი ბატონო. BC ხორდა არის 8. რა თქმა უნდა, ახლა თქვენ შეიძლება აქ გაგიჩნდეთ კითხვა, ეს შემოხაზული წრეწირი გამოდის ხო სამკუთხედზე და მისი ცენტრი შიგნითა, გარეთა. ახლა უფრო ინტენსიურად მუშაობა მეშვიდე თავში გვექნება შემოხაზულ და ჩახაზულ წრეწირებზე. მაგრამ აქედან შეიძლება ვთქვათ, რომ საერთოდ ახლა სად რაზეა დამოკიდებული შემოხაზული წრეწირის ცენტრი სად არის? ну ესა სამკუთხედის რა იმაზე სახეზე ბლაკუთხა, მახელკუთხა, მართკუთხა შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე იცოდეს ეს ფაქტი, რომ წრეწირის ცენტრი მახელკუთხაში შიგნითაა, ხოლო ბლაკუთხაში გარეთაა რა. და ესე იგი შენ უნდა გაარკვიო ეს მოცემული სამკუთხედი მახელკუთხაა თუ ბლაკუთხა. რა თქმა უნდა, თუ აქვს შენთვის მნიშვნელობა, სად მდებარეობს წრეწირის ცენტრი. ამ ამოცანაში როგორც ხვდები, არ აქვს მნიშვნელობა. მოდი პრინციპში არ მოვახდე თქვენზე გავლენას, ახლა აი არ ვიცი სადაა წრეწირის ცენტრი. აბა თუ შეცვლის ამოცანის აღქმას რა. აი ახლა ისე მაქვს ნახაზი შეიძლება აქაც კი იგულისხმოს კაცმა რომ გვერდზეა, მაგრამ ახლა გვერდზე თუ იქნა წრეწირის ცენტრი, მაშინ BC დიამეტრი გამოდის და ეს მართი კუთხეა და გამოდის რომ დანარჩენი ორი გვერდის, ანუ AB-ს და AC-ს კვადრატების ჯამი უნდა იყოს ამ BC-ს კვადრატის ტოლი და მასშტაბად არ არის ხო 5-ის კვადრატის და 7 კვადრატის ჯამი 8 კვადრატი. მაგრამ ну, სიტყვაზე ვთქვათ, არ ვიცით როგორ მივხვდეთ ცენტრი შიგნითა თუ გარეთა. მოდი ვნახოთ თუ შეცვლის ამოცანის აღქმას ახლა ეგ. გავლენას თუ მოახდენს. იპოვეთ მონაკვეთები რომლებათაც AD ქორდა ყოფს BC ქორდას. AD ქორდა რა არის? D არის CB მცირე რკალის შუა წერტილი. აჰა. ანუ ხო, აი ეგ შეიძლება ყოფილიყო მნიშვნელოვანი, ხო? CB მცირე რკალი სად იქნება? ну ახლა თვალით გავაკეთოთ ახლა ანუ ცენტრი ჩვენ აქეთაა ხო მცირე რკალი. შეიძლება აქეთ ყოფილიყო. და მცირე რკალი შუა წერტილი ავიღეთ D და გვაინტერესებს AD ქორდა ასე რა ნაწილებად ყოფს BD
კალს, ანუ თქვათ ეს კაცეტილშია და გვაინტერესებს ბეკა და კაცე. აა, ნახეთ მეგობრებო, რომ დააკვირდეთ ახლა თქვენ ასეთ სიტუაციას. ეს CA-ბერკალის რაც არის C-ბერკალი ხო, CAB კუთხე გამოდის C-ბერკალზე დაყრდნობილი, აი ასე. და მისი შუა წერტილი თუ აიღე, ხო, მაშინ ხო გამოდის, რომ ეს რკალი უდრის ამას შესაბამისად. ეს ჩახაზული კუთხე ამ რკალის ნახევარია, ეს ჩახაზული კუთხე CD რკალის ნახევარია და რადგანაც რკალები BD და DC რკალი ერთმანეთის ტოლია, ეს კუთხე ცხადია ტოლი იქნებოდა აი ამ კუთხის, ხო? აქ. და ამისთვის გამოვიდა ახლა ეს ყველაფერი ნათქვამი და აა და ესე იგი ადერონ ბისექტრისაა რა. ამის ჩვენება თქმა უნდა და ავტორს. კაი, ახლა ბოლო-ბოლო ის რომ დავამთავრო წინადადება, როგორ ვიხდეთ ცენტრი შიგნითაა თუ გარეთაა, ის დამოკიდებულია ცენტრი, ესე იგი სამკუთხედი ბლაკკუთხაა თუ მახვილკუთხა და ბლაკკუთხობას აღარ გახსოვთ როგორ შევამოწმებთ, როგორ ნახავთ? პატარა გვერდების კვადრატების ჯამს და დიდი გვერდის კვადრატს შეამოწმებთ. ო, ანუ კოსინუსების თეორემის პირველი შედეგი. ერთ-ერთი შედეგი, უბრალოდ მეორე შედეგად გვეწერა ჩვენ. ეგ არის 25, ეს არის 59 და ეს არის 64 და შესაბამისად ახლა მათი ჯამი აღემატება 64-ს. ანუ გამოდის, რომ ეგ სამკუთხედი მახვილკუთხაა და შემოხაზული წრეწირის ცენტრი იქნებოდა შიგნით. კარგი მეგობრებო. ეგ დეტალიც გასაგებია. ახლა პრინციპში რა ვქნათ ჩვენ? ხო, არაფერი და ნუ გამოდის, რომ ეს წრეწირი რომ იქნებოდა, მისი ცენტრი იქნებოდა შიგნით, შესაბამისად თითოეული ქორდის მოკლე რკალი იქნებოდა ამ სამკუთხედის, ანუ ასე ესო წარმოვიდგინოთ ეს CSB, ეს BC რკალი, აგერ იქნებოდა მოკლე და თავისთავად დიდი ნაწილი იქნებოდა ზემოთ. ამიტომ გამოდის, რომ AD ხო, გადაკვეთდა ჩვეულებრივად CB-ს. პრინციპში ავტორი გვეხმარება აქ და გვეუბნება, რომ AD CB-ს კვეთდა ახლა მე რაც ვილაპარაკე, ეგ გადავწყვეტი როლს არ ასრულებდა, ისედაც იცოდით. მაგრამ ერთი საინტერესო საკითხი შედარებით წინასწარ განვიხილეთ და ვნახეთ, რომ მახვილკუთხაში არის შემოხაზული წრეწირის ცენტრი შიგნით, ხოლო ბლაკკუთხა სამკუთხედში შემოხაზული წრეწირის ცენტრი გარეთ მოხვდება. და როგორ მივხვდეთ სამკუთხედი ბლაკკუთხაა თუ მახვილკუთხაა, ეგ უნარები გვაქვს. კარგი ბატონო. დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ამოცანას. ჩვენ გვაინტერესებს რა ნაწილებად ყოფს AD ქორდა BC-ს, ანუ გამოდის AD არის ბისექტრისის შემცველი წრფე. ანუ გამოიყენოთ ბისექტრისის თვისებას. ჩვენ ვიცით, რომ AB არის 5, AC არის 7. შესაბამისად 5x და 7x-ის ტოლნაწილებად დაყოფდა და გამოდის, რომ 5x + 7x მეგობრებო არის 8 ტოლი. შესაბამისად ეს 12x არის 8. x-ი გამოდის 8/12, ანუ 2/13, 4-ზე რომ შეიკვეცებოდა და ბეკა იქნებოდა 5/2/13, ანუ 10/13, ხოლო კაცე იქნებოდა 7/2/13, ანუ 14/13. ასე გავუკლავდებოდით ამ ამოცანას. მოდი 95-ზე ვნახოთ ახლა როგორ გამოდის. 95. გონი აქაც შეგვიძლია ნახაზის დახაზის გარეშე გავიდეთ ფონს. თუ აი მოდი დავხაზოთ ეს გადმოვიტანოთ. ავიღოთ ასე, ასე. ABC ტოლფერდა სამკუთხედი. აჰა, ესენი ფერდები ყოფილა. აი ასე ავიღოთ. A B C.
კარგი. ჩახაზულია მასში წრეწირი. კიდევ უკეთესი, მოდი ჩავხაზოთ წრეწირი. გავასწოროთ ახალ ამაზად ეს. მოვნიშნოთ აი ეს წერტილები, აი ასე. ოცენტრია. კი ბატონო, CO სხივი ფერდს ყოფს კაწერტილში, ხო? AB ფერდს. ნუ ესე იგი AB უდრის BC-ს, ეგ ვიცით. ანუ C-დან გავლებულია, მოდი ამას კაი წერტილი დავაწეროთ და CO სხივიო. აი, მოდი ასე. და აგერ იქნება სადღაც კაწერტილი. არაურიოდ ჩვენ და არ გვეგონოს რომ აი ეს კაწერტილი მაინც და მაინც წრეწირის ფერთან შეხების წერტილი. არა, აი კარგად აქ ახლა გამოკვეთილი და იყოს ასე, ხო? და ვიცით ჩვენ რომ აი ეს აქ არის 6 და B არის 12, ხო? ანუ გამოდის რომ AB და BC ყოფილა 18, არა? ო ეს 6 რა, ანუ AB 18, ესე იგი ესეც 18 გამოვა. ეგ ისე ფაქტი დავაფიქსიროთ ახლა. რის იტოლია ABC სამკუთხედის პერიმეტრი? ჩვენ როცა სამკუთხედებზე დავჭირდა ხო ამის თქვა, როცა ბისექტრისაზე ვიყავით, მეგობრებო, არა, წრეწირთან დაკავშირებით ვიტყოდით პრინციპში. ხო? ბისექტრისის ნებისმიერი წერტილი ხო ძევს, მეგობრებო, თანაბრად არის დაშორებული კუთხის გვერდებიდან. აი ეს. ანუ გამოდის რომ ჩვენ თუ გვინდა ამ კუთხეში წრეწირი ჩავხაზოთ, ხო? აი წრეწირს თუ ჩახაზავთ და იმე კუთხეში აი ჩახაზავთ წრეწირს, ხო ცხადია რომ კუთხის გვერდები იქნება მხები და რო შეერთებთ წრეწირის ცენტრთან, ესენი რადიუსები ერთმანეთის ტოლიან, თან მართკუთხედს ადგენენ გვერდებთან, კუთხის გვერდებთან. ანუ გამოდის რომ შენ გაქვს წერტილი, წრეწირის ცენტრი არის წერტილი, რომელიც კუთხის გვერდებიდან თანაბრადაა დაშორებული, იმიტომ რომ ეს რადიუსები ტოლია ერთმანეთის თან მართკუთხედს ქმნიან მხები გამოდის კუთხის გვერდები, ანუ გამოდის რომ კუთხის გვერდებიდან ამ კუთხეში ჩახაზული წრეწირის ცენტრი თანაბრად არის დაშორებული და ეგ თვისება რომ წერტილებს აქვს ბისექტრისაზე მდებარე წერტილებს. ამიტომ მე თუ CO სხივი გავავლე, რა თქმა უნდა ის იქნებოდა C კუთხის ბისექტრისა. მაგარია. და გამოდის რომ თუ მოპირდაპირე გვერდი გაყო 6-ის და 12-ის ტოლ-ნაწილებად, ხო ჩვენ ხო ვიცით რომ მიმდებარე გვერდები AC ისე შეეფარდება CB-ს ბისექტრისის მიმდებარე გვერდები როგორც მოპირდაპირე გვერდზე მოკვეთილი ნაწილები, როგორც 6-12-ის, ხო? ანუ ეს 1 2, ანუ გამოდის ეს იქნებოდა რაღაცა X-ი, ეს იქნებოდა უქროები 2X. მაშინ გამოდის აი ჩვენი პირობიდან რომ აი აქედან რომ 2x უდრის 18 და x უდრის 9-ს და ესე იგი პერიმეტრი ABC სამკუთხედის იქნებოდა 18 პლუს 18 პლუს 9. რამდენი გამოდის ეს 36 პლუს 9 გამოდის 45-ის ტოლი. ну კარგად გავწიეთ ხო? კარგი ამოცანა გამოვიდა, სწორად შევნიშნეთ ფაქტი, არაურიეთ რაღაც საეჭვო ჰიპოთეზები ერთმანეთში, ფაქტები. და მოდი ახლა გადავიდეთ 96-ზე. კარგი, აბა რა ხდება? ისევ ტოლფერდა სამკუთხედია? აბა მოდი დავაკვირდეთ. რა უნდა? ესე იგი MNK ტოლფერდა სამკუთხედში
რომლის ფუძია MK ჩახაზულია წრეწირი. იგივე გამოდის, ხო? მოდი დავაბრუნოთ აბა ჩვენ ახლა იგივე სამკუთხედი. უბრალოდ ასოები შევცვალოთ ახლა ჩვენ. ახლა პრინციპში კი ჩავწერდით, ხო? მოდი შევცვლი ახლა მე ასოებს. ასე. 96-ია. MK MK არის ფუძე, ხო? MA. N არის ფერდების შემაერთებელი წყობა. ჩახაზულია წრეწირი, რომელიც MN ფერდს A წერტილში ეხება. აჰა. ეს არის A. იპოვეთ წრეწირის რადიუსი. კი ბატონო, იპოვეთ წრეწირის რადიუსი. შევაერთოთ აგერ რა, მოდი გამოვაჩინოთ რადიუსი, ასე. ერი. გვეკითხებიან რადიუს. თუ M არის 8, ოკეი, M იყოს 8 და I არის მეგობრებო 9. გასაგებია. კი ბატონო. რა შეგვიძლია ახლა აქ გავაკეთოთ, მეგობრებო, ჩვენ? ახლა რომ იყოს ეს მართკუთხა სამკუთხედი, კაი იქნებოდა, მაგრამ მოდი დავიწყოთ, ვიპოვოთ, არ ვიცით ახლა ჩვენ კუთხეებზე არაფერი და როგორ შეგვიძლია გავიდეთ ფონს და ჩახაზული წრეწირის რადიუსი ვიპოვოთ გვერდების დახმარებით. MA თუ არის 8 და I არის 9. აქეთაც იგივე ხო იქნებოდა, იმიტომ რომ N A ხო N მოდი ამას დავაწეროთ აიმე B, მოდი ამას დავაწეროთ C. N ბესტოლია და აქეთ თუ ეს 9 არის, აქეთაც 9 ხო იქნებოდა. მოდი ერთი წერტილიდან გავლებული შეხების მონაკვეთებია. მოდი დავაწეროთ უქმები ამას 9. ახლა მოდი რა ვქნათ, იცით? თავისთავად ეს 8 იქნებოდა აქ. აქედან აქამდე 8 იქნებოდა. კი, იმიტომ აქაც ერთ წერტილიდან გავლებული შეხების მონაკვეთები გამოდის ეს. ახლა რადგანაც ეს მთლიანად 17-ია, იმიტომ რომ აგერ ეს გვერდი 17 იყო და ტოლფერდა იყო, ხო? სამკუთხედი. ეს თუ 9 არის, ამას 8 არჩება აქ? კი, მაშინ ეგეც 8 იქნებოდა. კი ბატონო. ანუ გამოდის, რომ და აი ეს მოდი დავაწეროთ აქ. O წერტილი, C პრინციპში არის შუა წერტილი MK-სი. აი თუ N-ს შევაერთებთ C-სთან, ცხადი ეს იქნება სიმაღლეც, ბისექტრისაც და მედიანას. მედიანა არის უკვე თუ შუა წერტილთან შევაერთეთ და რადგან ტოლფერდა არის სამკუთხედი, ამიტომ ბისექტრისაც არის. კი ბატონო, ბისექტრისაც არის. და შესაბამისად სიმაღლეც არის. ძალიან კარგი. ახლა დავაკვირდეთ ერთ გარემოებას ოქროები ჩვენ. ეს ხო ერი გამოდის. აი, ეს ნაწილი ხო ერი გამოდის. რაღაც ცოტა ქაოსურად ვიყვები, მაგრამ აი, რა დავინახეთ ახლა. ძალიან გამიჭირდება ახლა ეს მსგავსება ხელიდან გაუშვა, აი, სამკუთხედი რომ მსგავსია, AMCN სამკუთხედის და მაგრამ მოდი ჯერ რისი დანახვა შეგვიძლია დავინახოთ ბოლომდე. ცალკე რომ გადმოვიტანო ახლა მე MCN სამკუთხედი. ეს ხო 8 არის. ეს ხო 17-ია. კი ბატონო. და ეს ხო ცნობილი პითაგორას სამეულია და 17-ის კვადრატს გამოაკლებდით ის კვადრატს, ეს ხო 15 გამოდის. კი. და შესაბამისად ეს არ გამოდის 15-ს მინუს ერი. აი ON გვერდი. მოდი დააკვირდით ახლა ეს სამკუთხედიც რომ გადმოვიტანოთ ცალკე ასე რომ მაქვს მე. ON სამკუთხედი. ეს არის 9.
ეს არის ერი. ეს არის 15 მინუს ერი, ხო? კი. და დავწერთ პითაგორის თეორემას ახლა აქ. r კვადრატს დამატებული 9-ის კვადრატი იქნება 15 მინუს r-ის კვადრატი. r კვადრატს პლუს 91, ეგ არის 225 მინუს 30 r პლუს r კვადრატი. r კვადრატები აბათილებენ ერთმანეთს, 30 r გადმოვიტანოთ მარცხნივ, 225-ს გამოვაკლოთ 91, ეს რამდენია? 154. 154 არ გამოდის? და 154 30 გამოდის ეგ თუ შევკვეცავთ 6-ზე 24 მეხუთედია, ხო? კი ბატონო, ავტორიც მსგავსად წერს. პასუხს ანუ სწორი გვაქვს. ახლა უბრალოდ აქ ერთი მომენტია, ცოტა ისევ არ აი რომ ვერ გამოვიყენე ახლა ბისექტრისის თვისება, ხო? ფაქტობრივად ეს ამოცანა ჩვენ გავაკეთეთ, მეხუთე თავის ცოდნით. თუ პრინციპში პითაგორას თეორემა მეშვიდე თავში როგორ გავაკეთებდით, ისე გავაკეთეთ და მსგავსება შეგვეძლო კიდევ დაგვეწერა. თქვათ. ეგეც კარგად გავიდოდა ფონს. კი, მსგავსება ძალიან მოუხდებოდა, აი ეს კუთხე ამის ტოლია და პატარა სამკუთხედში, ამ სამკუთხედში 9 ისე შეეფარდება 15-ს, როგორც r შეეფარდება 8-ს. ეგეც ძალიან კარგად გამოვიდოდა. მაგრამ ბისექტრისის თვისება არის. ну, ამოდი აღარ შევყომდები ახლა აქ პირდაპირ მიმდინარე ცოდნა ან კოსინუსების თეორია როგორ შეიძლება და გამოგვეყენებია ძალიან მარტივი სადა ამოცანა გამოდის. ანუ პრინციპში არ არის მარტივი, საკმაოდ სერიოზული ამოცანა ახლა. მაგრამ დამატებითი ხაზის გავლება არ არის ეს იმდენად რაღაცა ძლიერი დამატებითი ხაზი ახლა NC სიმაღლე რომ ვერ დაინახოს ეგ მოსავლე, მაგრამ პრინციპში თავიდან ცოტა რაღაცა სხვა მიმართულებას იღებდა თქვა ასე მგონია აღნიშნული ამოცანა. მაგრამ თან ბისექტრისა გაგევლო, თან რომ ყოფილიყო რადიუს სისტემას, პრინციპში მიხვდებოდი რომ m-დან და k-დან ბისექტრისების გავლებას აჯობებდა n-დან გაგევლო და n-დან რომ გავლებდი, მარტივად დააფიქსირებდი რომ ის c-წერტილში მოხვდებოდა რა. თორემ ტოლფერი და სამკუთხედი იყო და ფუძეზე უშვებდი ფაქტობრივად ბისექტრისას. კარგი, მოდი გავაგზავნოთ ახლა ჩვენ 97 ნომრით. ტოლფერ და სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრი სიმაღლეს ყოფს 12-5-თან შეფარდებით, ხო? კარგი, მოდი აბა იგივე ნახაზია პრინციპში აქ გასაკეთებელი და მოდი დავაბრუნოთ ეს ნახაზი. რა უნდა? და შეხედეთ როგორ არის ნათქვამი. მოდი ეს წავშალოთ ახლა ჩვენ ასე 27. ტოლფერ და სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრი, ანუ ეს ცენტრი სიმაღლებს ყოფს 12-5-თან შეფარდებით. ანუ რაზე იქნებოდა მეგობრებო საუბარი ახლა რომელ სიმაღლეზე? ანუ რომელი სიმაღლეც გადის ამ ჩახაზული წრეწირის ცენტრზე? ანუ გამოდის რომ თან ბისექტრისაც უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ ცენტრზე წვეროდან გავლებული რომელი ხაზი გადის ბისექტრისად და თან სიმაღლე გაავლე, თან ჩახაზული წრეწირის ცენტრზე გადის, ანუ ბისექტრისა, ესე გამოდის რომ ფუძეზე იქნებოდა ეს სიმაღლე დაშვებული. აი ამ სიმაღლეზეა საუბარი. და ყოფს 12-5-თან შეფარდება, თუ რა თქმა უნდა, მეგობრებო, ფუძისკენ იქნება მცირე ნაწილი, იმიტომ ეგ ხო თან რადიუსია. აი ეგ და ეს ცენტრი ყოფს 12-5-თან შეფარდებით, ანუ ეს გამოდის 5x და თან რადიუსი ეს, ხო? დავაფიქსიროთ. ეს იყოს d. ანუ NO 12x გამოდის
როცა ეს აქედან აქამდე. არ დავაწერ და იყოს სასწრაფო და აგერ დავაწერ ასე 12x და ალბათ მიხვდებით რომ n ოიგულისხმება და od არის იგივე 5x და რა თქმა უნდა 5x-ით რა რადიუსიც აი მარტივი დასანახია. ფერდი არის 30. 30 სანტიმეტრი რა ესა 30 სანტიმეტრი. კი ბატონო. 30. რას ვიკითხებიან? იპოვეთ ფუძე. m ას გვეკითხებიან. აბა რა ვიცი ახლა ალბათ აქ დაინახავდით მეგობრებო რომ აი ამას თუ გავავლევდით აქ აი წინა ამოცანის რაღაცა ის თქვარი შებრუნებული ვერსია ესეც 5x არ გამოვიდოდა რადიუსი აი შეხების წერტილთან შემაერთებელი ხაზია და კარგი ხაზია რა კაი ტიპი ეს ხაზია ახლა კარგი ტიპია აი ესეც 5x იქნება მერე თუ დააკვირდებოდით ამ მართკუთხა სამკუთხედში ახლა 30 მოდი ასე უმნიშვნელო 30 სანტიმეტრია გამოვიდოდა რომ დავარქვათ ამას ეს ხო 13x იქნებოდა ასე კი 13x იქნებოდა აშკარად და ეს გამოდიოდა 30 მინუს 13x ხო? კი, ასე იქნებოდა. და შესაბამისად ახლა ესეც 30 მინუს 13x არ გამოვიდოდა? აი ეს გვერდი. კი. და შეგეძლოთ მაშინ პითაგორის თეორემა დაგეწერათ ერთგვარად რა. აი დიდ სამკუთხედში. ასე. ანუ ასე რომ ვაიგოთ ეს დიდი სამკუთხედი m n d ეს არის 30 ეს არის 17x ეს არის 30 მინუს 13x და ამოხსნით დაწერთ პითაგორის თეორემას და ამოცანა გამოდიოდა ამოხსნილი მოდი უცებ დავთვალოთ ახლა ეს გზას გავყვეთ და მე ცოტა სხვანაირადაც ხო არ გამოდის დავფიქრდეთ. ანუ 30-ის კვადრატი ტოლი იქნებოდა 17x-ის კვადრატს დამატებული 30 მინუს 13x-ის კვადრატი. ახლა დავინახე და ძალიან მარტივად გამოდის. ნუ კაი, ამას მიიყვანთ და გამოდის ეს. ეს ერთი გზა. ახლა როგორ შეიძლება ბისექტრის სისტემა გამოგვეყენებინა? მოდი დავაბრუნოთ. ეს არ გაგვევლო აქ. ასე. ეს არ გაგვევლო და პირიქით. ავდგარიყავით და ნახეთ აი მაინც ბისექტრისის მომენტი გამოვიყენოთ თან გვინდა MK გვერდის პოვნა და დააკვირდით. რომ გაგვევლო ახლა ჩვენ აი ეს MO მონაკვეთი. თუ ცხადია ცენტრთან შევაერთეთ წვერო, ესე იგი ბისექტრისა გავავლე, ხო? ფაქტობრივად. აი ეს ბისექტრისა. და თან რა გამოდის? აი ამ სამკუთხედში დააკვირდით. ამ სამკუთხედში, ასე ამ დიდ სამკუთხედში. ბისექტრის ამას გავლებული და როგორც 5-12-თან შეფარდებით იყოფა ეს ბისექტრის რასაც დაეცა იმ გვერდს, ანალოგიურად არ გაიყოფოდა, ეს იქნებოდა m-ი იქნებოდა 12y ოღონდ და ეს იქნებოდა 5y. ხო, ანუ 12 5-თან შეფარდებით იქნებოდა ესეც. და რადგანაც მე ვიცი რომ 12y არის მეგობრებო 30-ის ტოლი, ხო ვიცი ეგ ხო დავთვალეთ ახლა. იგი პირობაში მოცემულია რომ ფერდი 30-ია. ანუ y-ს ითვლიდი შენ ეს გამოდიოდა 30 მე 12 და ესაა 5 მეორედი. და
MD 5Y-ია, ანუ D-კაც 5Y იქნებოდა თუ შუა წერტილი იყო, ანუ MK რა გამოდიოდა 10Y არ გამოდიოდა? და შესაბამისად MK რა იქნებოდა 10-ჯერ ჩასვამდე აქ 5 მეორეთი. ანუ ეს გამოდის 25 მეგობრებო, რომ შეგვეცოდა და ძალიან მარტივად ამოხსნადი გამოვიდა ასე. მარტივად დავძლიეთ მოცემული ამოცანა. მოდი ახლა ნახოთ 98-ეს რა უნდა. ისევ ტოლფერდა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი არის მოცემული და შეადგენს სიმაღლის 2/7 ნაწილს. ალბათ გულისხმობს ახლა აქ ფუძეზე დაშვებულ სიმაღლეს. საჭიროა რა მეტი კონკრეტიკა ხოლმე და თორე რატომღაც რამობს, იმიტომ რომ სიმაღლე ტოლფერდა სამკუთხედში ორი განსხვავებული სიმაღლე გაივლება, ხო? ერთი ფუძეზე და კიდე ორი ერთნაირი სიმაღლე ფერდებზე. ოპა, მოდი ეს ფერი შევცვალოთ. და 98 ამოცანა. ტოლფერდა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი შეადგენს სიმაღლის 2/7-ს, ანუ R არის 2/7 A-ში. ალბათ გულისხმობს ND-ს, ხო? აი აქ. ესე იგი, 7-დან 2 ნაწილი თუ არის, აი ესე გამოდის, რომ პრინციპში თუ მე R-ს დავუძახებ 2x, აქედან ხო R-ი შეფარდებული A-შთან გამოდის 2/7 და A-ში გამოდის 7x-ი, არა? ხო, ასე. ესე იგი, გამოდის, რომ თუ A-ში მთლიანად, ანუ ND 7x-ია, მე რომ OD-ს ვუძახი 2x, ზედა ნაწილი 5x-ი არ გამოდის? კი ბატონო. მაშინ დააკვირდით ახლა აქ პირობა არ წამიკითხავს ბოლომდე, მაგრამ აშკარად ახლა აი ეს იკითხება, რომ თქვენ თუ გაავლევდით აქ NO ბისექტრისას, ცენტრთან შეერთებდით და რა თქმა უნდა ბისექტრისაა და მე განიხილავდით აი ამ სამკუთხედს, აქ ამ სამკუთხედს განიხილავდით, ხო? ცხადია, როგორც 2 შეეფარდება 5-ს, ისე შეეფარდება ქვედა ნაწილი ეს 2y, აი ამ გვერდს, ხო? n MD სამკუთხედში. ეს გამოდის 2y, ესეც იქნებოდა რადგან ტოლფერდა სამკუთხედი 5y და ჩვენ სამკუთხედის პერიმეტრი ვიცოდით, რომ იყო 28. ანუ რა გამოდის? 5y-ს დამატებული 5y დამატებული 4y, ხო? ეს 5y, 5y და 4y არ არის აგებ ჯამში. დიდი სამკუთხედის პერიმეტრი თუ იყო 28, ჩვენ გვცოდნია რისი ჯამი ყოფილა 28, ესე იგი 14y უდრის 28-ს და y გამოდის 2-ის ტოლი და შესაბამისად n-ი ტოლი იქნებოდა n-კასი და ტოლი იქნებოდა 5-ჯერ 2-ის, ანუ 10-ის და MK ტოლი იქნებოდა 4-ჯერ 2-ის, ანუ 8-ის. ესე იგი პასუხი იქნებოდა 10, 10 და 8. ანუ აქაც ავტორს ახლა არა გათვალისწინებული, რომ ეს სიმაღლე, რადიუსი ფერდზე დაშვებული სიმაღლის 2/7 ხო არა, აშკარად იგულისხმება, რომ ფუძეზე დაშვებული სიმაღლის 2/7-ია და ნუ აღარ დააკონკრეტა უბრალოდ ეგ. 99-შეიც მსგავსი მომენტი იკითხება, იმიტომ რომ ტოლფერდა სამკუთხედის სიმაღლე უდრის 10-სო, ხოლო ფუძე ისე შეეფარდება ფერდსო, როგორც 4-3-სო. იპოვე ჩახაზული წრეწირის რადიუსი და ანუ აშკარად იგივე ტენდენციებთან გვექნება საქმე. მოდი დავტოვოთ იგივე ნახაზი. ასე. ასეც იყოს იგივე, იმიტომ რომ ავტორი აქ თვითონ დავად არაფიქსირებს ასეც და ჩვენი დავაწეროთ. რა ვიცით, სიმაღლე უდრის 10-ს, ანუ სიმაღლე ესე იგი ND მთლიანად ჩვენ ნახაზე ND არის სიმაღლე, ეს არის 10. ხოლო ფუძე ისე შეეფარდება ფერდს, როგორც 4-3-ს,
ანუ ესე იგი ფუძე MK ისე შეფარდება ფერდს, ანუ MN-ს, როგორც 4-3-ს. და გამოდის, რომ ფუძე ამ სიმაღლით ხო შუაზე გაიყოფოდა და ანუ MK თუ არის 4x-ი ვთქვათ და MN-ი არის 3x-ი, მაშინ ეს იქნებოდა 2x 2x-ი შუაზე გაიყოფოდა და ეს იქნებოდა 3x-ი. და რადგანაც ჩვენ ჩახაზული წრეწირის რადიუსს გვეკითხებიან, ხო? ანუ აქაც აი ამ სამკუთხედში, დაგჭირდებოდა რადიუსის გავლება, ხო? აი იყოს ასე მუქათაც ჩანს. აი და რადიუსის გავლება კი არის დაგჭირდებოდა ბისექტრისის გავლება, რომ შეგვერთებინა ასე, აი ეს ამასთან. და შესაბამისად რადიუსი იქნებოდა ქვედა ნაწილი. ამიტომ ქვედა ნაწილს თუ ვიპოვით, რადიუსი ნაპოვნია. და რადგანაც 3 ორთანა შეფარდება, ზედა ნაწილი იქნებოდა 3y და ქვედა ნაწილი იქნებოდა 2y. შესაბამისად, n-დე მონაკვეთი ხო გამოდის 3y-ს დამატებული 2y იქნება 10, ანუ 5y უდრის 10 და y უდრის 2-ს. მაშინ ეს 2y იგივე არის r და იქნებოდა 2x2, ანუ y-ის მაგივრად ჩავსვამდით 4-ს. ასე მოვაგვარებდით ამ საკითხს მეგობრებო, ხო? აი, შესაბამისად რადიუსი გამოდიოდა 4-ის ტოლი. მოდი ახლა უქროები, მე ასე ამოცანაც გავაკეთოთ და ამით დღევანდელი ჩანაწერი დავასრულოთ. მოცემული ABC სამკუთხედი დავაწეროთ ასოები A, B, C. ტოლფერდა ყოფილა ისევ და ისევ. კაი, მოდი აგერ იყოს AB უდრის BC-ს და უდრის B-ს. ნუ, ჩემი ნახაზი არ გავს ახლა ტოლფერდას, მაგრამ აი, გავხშავს. გავლებულია AM და CK ბისექტრისები. ეს ამის ტოლია, ეს ამის ტოლია, AM-ი, CK, ასე. ესე იგი AC ვიცით არის A და AB და BC უდრის B-ს. უნდა ვიპოვოთ MK მონაკვეთი. კი ბატონო. მოდი სხვა ფერით გავავლოთ აი. აი ეს მონაკვეთია საძიებელი ქროები. გვეკითხებიან MK-ს. როგორ შეგვიძლია ახლა ვიპოვოთ MK მონაკვეთი? ანუ ახლა აქ რომ არ დავამგვანეთ ტოლფერდა სამკუთხედს, შეიძლება ცოტა მოგვატყუოს, მაგრამ ხო ვიცით ახლა რომ ტოლფერდა ABC სამკუთხედი და შესაბამისად ტოლფერდა სამკუთხედში ახლა ფუძიდან ბისექტრისებს გაავლებდი, სიმაღლეებს გაავლებდი, მედიანებს გაავლებდი, ერთმანეთის ტოლი იქნებოდა და ცხადია ეს სამკუთხედი აი ამ სამკუთხედის ტოლი იქნებოდა, შესაბამისად ეს მონაკვეთი ამის ტოლი იქნებოდა და ზედა ნაწილიც ერთმანეთის ტოლია, ხო? ანუ ეგ ცხადია რანგის ფაქტებში შეიძლება გავიყვანოთ, თუმცა უნდა შეგიძლიათ მაინც ამის ჩვენება და ანუ ეს მონაკვეთი ამის ტოლია, თუ ტოლფერდაა და შესაბამისად თუ ტოლფერდა ეს კუთხე ამის ტოლი იქნება და თავისთავად ანუ პრინციპში პირდაპირ შეგვიძლია თქვა, ეს გვერდი რა პროპორციითაც გაყოფთა KM-ი
AB გვერდს იგივენაირად გაყოფთა BC გვერდს და შესაბამისად კაიმი გამოდის AC-ს პარალელურად. ნუ ცხადია, კაიმი პარალელურია AC-ს. და შესაბამისად გამოდის, რომ ანუ სამკუთხედი ABM მსგავსია სამკუთხედი ABC-ს. მაშინ ახლა ჩვენ კაიმ გვერდის MK-ს კაიმის პოვნა თუ გვინდა, ესე იგი უნდა გამოვიყენოთ ეს მსგავსება, ну, აქედან გამოდის, რომ კაიმი ისე შეეფარდება A-ს, აი A-ს, როგორც KB, აი ეს გვერდი A-ს, როგორც KB AB-ს. მაგრამ KB და AB როგორ შეეფარდება ახლა ერთმანეთს, რა უნდა ამას ნახეთ, ეს ხომ B გვერდია, ეგ ხო ვიცით. ესეც B გვერდია. ანუ როგორც არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, რომ CK ბისექტრისაა და 8 ნაწილებად ყოფს AX-ი, BX-ად არ გაყოფდა, ანუ A-ს და B-ს პროპორციულ ნაწილებად არ გაყოფდა AB გვერდს, კი, გაყოფდა და შესაბამისად ეს A ნაწილი A-ს პროპორციული ეს B-ს, ანუ AX-ი BX-ი და გამოდის, რომ B უდრის ანუ პრინციპში ასეთ შეგვიძლია დავწეროთ ახლა AB როგორ შეეფარდება მთლიანად AB-ს. აი ეს შეფარდება რა, იგივე როგორც BX-ი შეეფარდება AX + BX. ასეც არ შეგვიძლია გავაკეთოთ? კი. ანუ რა გამოდის საბოლოოდ? აქ თუ X-ებს გაიტანთ და შეკვეთთ, გამოდის, რომ კაიმი ისე შეეფარდება A-ს, როგორც B შეეფარდება A + B-ს. ანუ ეს თუ იყო BX ნაწილი და ეს AX ნაწილი, მთლიანად AB ხო იქნებოდა AX + BX. ნუ ეს პერო არ გამოვიყენოთ რა იდეაში აქ. და აქედან კაიმი გამოდის, A გადავიდოთ გამრავლებით და AB შეფარდებული A + B-სთან. მოდი ახლა ამით შემოვიფარგლოთ და 101 ამოცანის განხილვით დაგიბრუნდებით მომდევნო ვიდეოში.